გამარჯობა, ბიზნესის პლატფორმა გრძელდება, რუსთავი 2-ზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგა ვარ. გვაქვს მცირე ცვლილებები ბიზნესი დღეიდან ეთერში ჯერჯერობით კვირაში ერთხელ გავა, ყოველ 4 შაბათს დილის 10-ის ნახევარზე შევხვდებით. რაც შეეხება მიზანს, ჩვენი მიზანი უცვლელია, პლატფორმა დაეთმობა ეკონომიკასა და ბიზნესზე საუბარს, ვიმსჯელებთ როგორც მიმდინარე პროცესებზე, წარმატებულ ისტორიებზე, ასევე საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რაც არის ეკონომიკასა და ბიზნესში. ერთ-ერთი ასეთი თემა ლარის კურსია, ის აქტუალური და მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომ დღეს გაგაცნობთ იმ გზას, რაც ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ ერთი თვის განმავლობაში გაიარა, როგორ დაიწყო ლარმა 2025 წელი. 7 იანვრის მონაცემებით 1 დოლარი 2 ლარი და 82 თეთრი ღირდა, 9 იანვარს ჩვენი ვალუტა 2 თეთრით გაუფასურდა, ამის შემდეგ რამდენიმე დღიანი მცირედი გამყარების პროცესი იწყება, რაც 14 იანვრამდე გრძელდება. 14 იანვარს დოლარი 2 ლარი და 83 თეთრი ღირს, 1 დღიანი და 5 დღიანი გამყარების შემდეგ ლარი იწყებს უკვე რყევებს, არის გაუფასურებას და გამყარებაც მცირედით და უკვე 18 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით ლარი ყოველდღიურად გაუფასურების ტრენდს აჩვენებს. 18 იანვარს დოლარი 2 ლარი და 84 თეთრი ღირდა, 25 იანვარს კი 2 ლარი და 88 თეთრი. 10 დღიანი გაუფასურების შემდეგ 28 იანვარს ლარი ოდნავ მყარდება ჩვენმა ვალუტამ. პოზიციები დღესაც გაიმყარა და ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 88 თეთრი ღირს. რადგან გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, ასევე გაგაცნობთ ლარის დღევანდელ პოზიციებს ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სხვადასხვა ვალუტებთან. დოლარის დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი იცით, დოლარი 2 ლარი და 88 თეთრი ღირს, ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა. გამონაკლისი დღევანდელ შემთხვევაში გვაქვს სომხური მანეთი, აქ მცირე გაუფასურება გვაქვს. დეტალურად კი ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია: ევრო 3 ლარი ღირს, 1 თურქული ლირა 8 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი 2 ლარი და 94 თეთრია, 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 59 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 22 თეთრი. ლარის კურსის მსგავსად კიდევ ერთი თემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და ეხება, სესხი და მისი საპროცენტო განაკვეთია. დღეს 12 საათზე წელს პირველად იკრიბება მონეტარული კომიტეტი და სხდომის დასრულების შემდეგ გავიგებთ, გაიზრდება, უცვლელი დარჩება თუ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი. რაც სესხის პროცენტზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სესხის, რომელიც ნიბმულია რეფინანსირებაზე. ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-ული პუნქტია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლოს სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს გაიმართა, სადაც კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. ოქრო ისევ ძვირდება, საერთაშორისო ბირჟაზე უნციის ფასმა 2745 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან ჭრილში 35%-იანი, ერთ თვეში კი 5%-იანი გაძვირებაა. ვერცხლის შემთხვევაში ღირებულების წლიური 30%-იანი მატება ფიქსირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს იწყება და 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ფონდის თანამშრომლებს, ფონდის საქართველოში მისიის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს. სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფონდის თანამშრომლები შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა შეაფასონ ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივები, რისკები და ასევე განიხილონ მთავრობის ეკონომიკური გეგმები. ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფონდი მსგავს შეხვედრებს ყოველწლიურად ატარებს წევრ სახელმწიფოებში, რათა მონიტორინგი გაუწიოს ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას და ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ვიზიტის ფარგლებში მისიის მიზნები არ ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. მომხმარებელთა უფლებებზე საუბრით უნდა განვაგრძოთ ჩვენი ეთერი. საინტერესოა, რა ტენდენციებია ამ მიმართულებით, შეიცვალა თუ არა როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის ქცევა, გაიზარდა თუ შემცირდა კანონდარღვევები და ეს პროცესები როგორ აისახა რიცხვებში. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. თემაზე საუბარს განვაგრძობთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი
გიორგი ლექვინაძე. გამარჯობა ირაკლი და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა, გილოცავთ ახალ სეზონს და წარმატებულ 2025 წელს. დიდი მადლობა. ვიხარია რომ ჩვენი პირველი ეთერის სტუმარი ხართ წლევანდელ წელს. ირაკლი, დავიწყებ რამდენიმე მონაცემით, მაყურებელსაც ვეტყვი რამდენიმე მონაცემს, როგორ დასრულდა 2024 წელი. შემოსული განცხადებების რაოდენობა იყო 890, ზარების რაოდენობა 6350 და როგორც თქვენს ოფიციალურ უკვე ანგარიში არის ასახული, საქმეების 90%-ის შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. აი ეს მონაცემები რა ტენდენციას აჩვენებს და რაზე მიუთითებს? თქვათ ის პრობლემა, რომელიც პირველ ეტაპზე ფიქსირდებოდა, რომ ინფორმირება იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ნაწილობრივ აღმოფხვრილია, აი ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობითაც. კი ბატონო, ჩვენს მაყურებელს მივესალმები, ასევე პირველ რიგში. ანუ ორი სრული წელია უკვე, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აღასრულებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონს. ანუ თქვენთვის ცნობილია, რომ არის სხვადასხვა სექტორები, სადაც სხვადასხვა უწყებებიან აღმასრულებლები, დანარჩენში წარმოდგენილი ვართ ჩვენ. უკვე მეორე წელია და 2024 წელს დაახლოებით 900-ზე მეტი განაცხადი და ეს არის გაორმაგებული მაჩვენებელი თითქმის ვიდრე 2023 წელს. ეს აჩვენებს პირველ რიგში იმას, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია აქვს საკუთარი უფლებების შესახებ და ასევე ბევრ მომხმარებელს დაუგროვდა კარგი გამოცდილება ჩვენ სააგენტოსთან ურთიერთობის, რომელიც შემდგომ მეგობრებს თუ ახლობლებს უყვებიან ამ გამოცდილების შესახებ და ესეც რა თქმა უნდა მუშაობს და ბუნებრივია ჩვენი აქტივობაც ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ჩვენ მივიჩნევდით და წელსაც მივიჩნევთ, რომ ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები და წელს ასევე ძალიან გვინდა რომ სკოლებში, უფროს კლასელებში ძალიან აქტიურად მოუყვეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. შარშან მქონდა ამის გამოცდილება, მათ შორის იმ სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც არიან წარმოდგენილები და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად იქნება ადამიანებს, ექნება მეტი ინფორმაცია, რომ აი სხვადასხვა პროდუქტების შეძენის დროს იქნება ეს ონლაინ თუ იქნება ფიზიკურად, რა უფლებებით არიან აღჭურვილები და დღეს კანონმდებლობა, ასე ვთქვათ, მათ სასარგებლოდ ძალიან ბევრ პოზიტიურ გარანტიას იძლევა. მოკლედ და ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეს. საინტერესო ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ გამოცდილება დაუგროვდა მომხმარებელს. ქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ განმეორებით ერთი და იგივე მომხმარებლის შემთხვევით დაფიქსირებულა კანონდარღვევა, ან ერთი და იგივე ბიზნეს სუბიექტი არღვევს ერთსა და იმავე უფლებას მომხმარებლის? საკითხები მრავალფეროვანია, რომ რა თქმა უნდა შეიძლება ერთ მომხმარებელსაც ჰქონდეს რამდენიმე შემთხვევა და არაიდენტური, შეიძლება იდენტურიც, რომ შეეჯახა პრობლემას, იგივე. რომ ნახარა პრობლემა მოგვარდა თქვენი დახმარებით, მოგვარდა ის. არის რა თქმა უნდა ესეთი შემთხვევები და არის შემთხვევები, როდესაც ასევე არიან კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან დარღვევების სიხშირით. ერთ-ერთ შემიძლია ღიად გითხრათ, იმიტომ რომ ხოლმე ვეუბნებით მომხმარებელს, რომ მაინდა-მაინც შეიკავონ თავი ამ კომპანიასთან ურთიერთობით, ეს არის კომპანია დილსი, რომელიც ონლაინ ვაჭრობს ტანსაცმლით და აი უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც არის ვადის დარღვევა, პროდუქციის არ მიწოდება, არასათანადო პროდუქციის მიწოდება და ესე შემდეგ, ანუ ყოველთვის ვაფრთხილებთ მომხმარებელს, რომ ესეთი რეპუტაციის მქონე კომპანიებისგან მაინდა-მაინც თავი შეიკავონ, იმიტომ რომ მე პრობლემა რო არ აღმოიფხვრა, ჩვენ რამდენჯერმე დავაჯარებთ ეს კომპანია. ნუ სხვებზე არ ვსაუბრებ კონკრეტულად, იმიტომ რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობ. დიახ, რადგან ახლა კონკრეტული კომპანია ახსენეთ თქვენ, არის თუ არა ესეთი, მოდით პირობითად შავსია დავარქვათ კომპანიების, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანების მომხმარებელთა უფლებებს, გაქვთ თუ არა უკვე თქვენთვის სამუშაო გარემოში შექმნილი ასეთი სია, რომლის შესახებაც მუდმივად აფრთხილებთ მომხმარებელს? ჩვენთვის ალბათ უფრო ნაკლებად, ეს ჩვენი გადაწყვეტილება არის საჯარო და როდესაც ხდება ესეთი ინფორმაციის გავრცელება, ეს მომხმარებლისთვის არის პირველი ნიშანი, რომ აი მაგალითად რა ტიპის დარღვევა იყო, თუ კომპანია წამოვიდა თანამშრომლობაზე და შეთანხმებაზე, ეს ნიშნავს, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და კონსტრუქციულად იღებს გადაწყვეტილებას და აგვარებს პრობლემას. თუ ეხლა საკითხი არ გვარდება და მიდის საბოლოო ჯამში დარღვევამდე და დაჯერიმებამდე, ეს ალბათ პირველი ნიშანია ნებისმიერ მომხმარებელისთვის, რომ
ნუ იქ კომპანიასთან გართულდეს ურთიერთობა. ძალიან საინტერესო ასევე ძირითადად რა ტიპის დარღვევებია ამ ეტაპზე უკვე, აი, როდესაც უკვე 2 წელია ამ კანონი უკვე პრაქტიკაში ინერგება, თქვენ იცავთ მომხმარებელთა უფლებებს, მომხმარებლებმაც თავისი უფლებები გააცნობიერეს, ბიზნესის ქცევაც შეიცვალა. ძირითადად ეხლა აი ამ ეტაპზე 2 წლიან ჭრილში რომ შევხედოთ, რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე? პირველი ალბათ უნდა გამოვყოთ ონლაინ ვაჭრობა. დაახლოებით 70% ჩვენთან შემოსული განაცხადების არის ონლაინ ვაჭრობაში და ეს არ არის რაიმე ესეთი ქართული და ჩვენი ფენომენი, ეს ყველგან ეგრეა, იმიტომ რომ ონლაინ ვაჭრობა მზარდია, დინამიურია და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილი უფრო აქტუალურია ონლაინ ვაჭრობის დროს, იმიტომ რომ მეც თქვენც ყიდულ პროდუქტს ონლაინ ფიზიკურად ვერ ვეხებით, ვერ ვნახულობთ, შეიძლება ვერ მოვიზომოთ და სურათზე აღწერილი ან სხვადასხვა ვებგვერდზე აღწერილი ის მახასიათებლები შეიძლება არ დაემთხვეს როდესაც ვიზუალურად და რეალურად შევხვდებით ამ ნივთს. მეორე ეს არის სექტორს თუ შევხედავთ საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულება და ძირითადად ანსაცმელი და ტექნიკა. იმიტომ რომ ყველაზე ასე ვთქვათ ფართოდ ბრუნვადი პროდუქტები ალბათ ესენია, ამიტომ ეს გამორჩეული მიმართულებაა. პრობლემა, რაზეც ყველაზე ხშირად მოგმართავდნენ, არის თანხის უკან დაბრუნება, ანუ ეს ნიშნავს, რომ როდესაც პროდუქტი მივიღე და ნახე რომ ის არ შეესაბამება ჩემ მოთხოვნებს, ან ონლაინ ვაჭრობის დროს 14 დღე მაქვს და შეიძლება გადავწყვიტო რომ არ მინდა ამ პროდუქტის გამოყენება მომავალში, თუ მას არ აქვს დაკარგული პირველად ისახე, 14 დღიან პერიოდში ონლაინ ვაჭრობის შეძენისას პროდუქტი შეიძლება დააბრუნოთ და ეს თანხის უკან დაბრუნებაზე მოთხოვნა არის ყველაზე დიდი სიხშირე. მეორე არის ნივთის გამოცვლა და თბილისი არის ასე რეგიონალურ წრეში თუ შევხედავთ ყველაზე აქტიური, იმიტომ რომ ეხლა ეს ერთი რომ საავჭრო ობიექტების დიდი უმრავლესობა თბილისშია, მოსახლეობითაც უფრო მესამედი თბილისშია და შესაბამისად ეს ლოგიკური პროცენტია. მინდა მოვასწრო აუცილებლად დასრულებამდე ჩვენი საუბრის 2024 წელს უბრუნდები ისევ საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა. რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და რას გამოასწორებს ბაზარზე, ასე ვთქვათ? ხო, ეს გამომდინარე იქედან, რომ სოფლიოშიც გავრცელებულია ესეთი ტიპის რეგულაცია, უფრო გაიდლაინი, მოდი ესე ვთქვათ, როგორ უნდა იყოს ფასი მითითებული, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მომხმარებელი ამ ნაწილს აწყდება და აქ თუ არ არის სათანადოდ მიწოდებული ინფორმაცია, აქ ხდება გაურკვევლობები. რამდენიმე საკითხია ამ ფასის მითითების სტანდარტში ჩვენგან წარმოდგენილი. პირველი ეს არის ფასდაკლებების დროს, როგორი უნდა იყოს მომხმარებლის ინფორმირება და აქ ჩვენს მითითებაში არის, რომ 3 ძირითადი ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მომხმარებელი არ დაიბნეს, უნდა იყოს ფასდაკლებული ფასი, უნდა იყოს ბოლო ფასი, საიდანაც ფასდაკლება განხორციელდა და ბოლო 1 თვის განმავლობაში რა იყო უდაბლესი ფასი ამ პროდუქტზე. იცავს ამას რომელიმე იცავს მარტივ რაღაცას, ალბათ ხშირად გქონია შემთხვევა, რომ 2 ფასი გვხდება ძირითადად. ფასდაკლება გამოცხადებულია პირობითად 70%-იანი და ვხედავთ რომ გაზრდილი ფასიდან ხდება ამ 70%-ის კლება და არა იმ უდაბლესი ფასიდან, რომელიც ბოლოს იყო. ასევე ფასის მითითების სტანდარტი ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში აუცილებლად რომ ნებისმიერ პროდუქტზე მოვაჭრის მხრივ ფასი რო უნდა იყოს და არ უნდა იყოს კომენტარებში რა ღირს. კი, ეს მომხმარებლის უფლების დარღვევაა რეალურად, როდესაც არ უთითებთ შესაბამისად. მეორე მენიუების მიმართულება, სადაც ხშირად ხდებოდით, თუმცა ბოლო დროს ეგ საკითხი გაუმჯობესებულია მკვეთრად, როდესაც მენიუს შემოთავაზებული ფასი იყო პროდუქტის ფასი, იყო ცალკე DGG და იყო ცალკე საკომისიო, რომელსაც სხვადასხვა კვების ობიექტი თუ გასართობი ობიექტი აწესებს და ჩვენი მითითებით ფასი უნდა იყოს მთლიანი და მოიცავდეს აბსოლუტურად ყველა გადასახადს და გადასახდელს და მომხმარებელს არ უნდა ჩავარდეს გაურკვევლობაში, როდესაც შეიძლება ერთი გათვლა აქვს და ჩეკში მოდის განსხვავებული ფასი, რომელიც დამატებულია გადასახადებად. ამიტომ ეს საკითხებიც სწორდება, ხშირად არის მომართვიანობა ამ მიმართულებით და ბევრი მიმართულებით ამ კუთხით უკვე გაუმჯობესებულია მითითება. ასე მოიცავს სხვა საკითხებსაც, მათ შორის ჩვეულებრივ მაღაზიებში როგორ უნდა იყოს ფასი მითითებული, მოცულობის გათვალისწინებით თუ ეს შემდეგ და მოკლედ საკმაოდ საინტერესო მითითებებია ბიზნეს შედეგები უფრო ცოტა მოგვიანებით ვნახავთ ალბათ ამ შედეგები პირველად როდესაც გაწყვეტილებებს ვიღებთ მეტნაკლებად გვაქვს ჩვენ ახლა მონიტორინგს ეგრე არ ვატარებთ იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქცია თუმცა ბევრ ობიექტში უკვე თქვენ შეხვდებით ამ შეცვლილ შედეგებს თუ არ შეხვდებით და როგორც მომხმარებელი შეგვიძლია მოგმართოთ და ჩვენ დავავალდებულებთ ამ ობიექტს რომ ის მოარგოს იმ მოთხოვნებს
რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, საინტერესო თქვენ. თემაზე საუბრისთვის, მუდმივად აქტუალურია ეს თემა და გვაინტერესებს ჩვენც როგორც მომხმარებლებს რა ხდება ბაზარზე და რა ტენდენციებია. ჩვენი სტუმარი იყო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას სხვა თემით. 6 მილიარდიანი საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა გასულ კვირას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია MR შორის. შეთანხმება, რომელსაც აბუ-დაბიში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას მოეწერა ხელი, თბილისში, ბათუმსა და გონიოში ახალი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის შესახებ ცნობილია, რომ ის იქნება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, რაც სამივე ლოკაციაზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც MR ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, მათთვის უდიდესი პატივია ქართულ პარტნიორებს 30 წლიანი გამოცდილება გაუზიარონ. ამ დროისთვის ჯგუფი 15 ქვეყანაში პოზიციონირებს. საქართველოს მთავრობის შეფასებით, ასეთი მსხვილი საინვესტიციო შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველოს საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. პროექტის განხორციელება 2026 წლიდან იწყება. უძრავი ქონება, როგორც ბინები, ასევე კერძო სახლები გაძვირდა ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს ოფიციალური მონაცემებით უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა წლიურად 10.4%-ით, ხოლო 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ინდექსი 54.3%-ითაა მომატებული. ყველაზე ძვირი ბინების და კერძო სახლებიც მთაწმინდაზე ღირს, ყველაზე იაფიკი სამგორში. ცნობისთვის ინდექსი ფარავს მხოლოდ დედაქალაქს და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს. წელს ძალიან მალე ქართულ ღვინოს ტოკიო, მადრიდი და პარიზი უმასპინძლებს. ღვინის სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. ბიუჯეტი 17.400.000 ლარს შეადგენს და თითქმის 1.5 ლარით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. ჩვენი პლატფორმა ამით დასრულებულია. შევხვდებით მომავალ 4 შაბათს. თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.